პირველი კვირასვე მე და ჩემმა პატარებმა, მეხუთე B კლასის მოსწავლეებმა დავგეგმეთ სასწავლო შემეცნებითი ვიზიტი საფარაში, საფარის მამათა მონასტერში, რომელიც ჩვენს ქალაქთან რაღაც 10-20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ულამაზეს ბუნებაში. სანამ წამოვიდოდით, ჩემმა ბავშვებმა გზამკვლევი შეადგინეს ამ მონასტრის შესახებ, მოიძიეს მასალები, ზოგი ინტერნეტი და ზოგი წიგნები გადაშალეს და რაღაც მასალები მოიძიეს და გადავწყვეტეთ, რომ პრეზენტაცია გააკეთონ ადგილზე ამ უფლის სახლთან ახლოს და ძალიან გთხოვთ მოусმინოთ. პრეზენტაციის შემდეგ ყველას უფლება აქვს, ვისაც სურვილი ექნება, ლექსი წაიკითხა. მე ვიცი, რომ ერთმა ბავშვმა ექსპრომტად საფარაზე ლექსი დაწერა, უცბად, იქვე. და ამ ლექსსაც მოვისმენთ, შეგვიძლიათ მე იცეკვან ბუნებაში, ლექსები წაიკითხონ, იმღერონ და უკვე კარგით რომ გავატაროთ ყველამ ერთად. ეხლა ნახოთ აბა რა მოიძიეს ჩვენმა ბავშვებმა. საფარის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ახალციხიდან სამხრეთ აღმოსავლეთით 10 კილომეტრის დაშორებით. ადრე აქ სამცხისა და ათაბაგთა ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. ამიტომ ამ ადგილებში ძველ ნაგებობათა მრავალფეროვნებაა. საფარის კომპლექსი მაღალ მთის ტრადიციაზე ტყით დაბურულ ვიწრო ხეობაშია განლაგებული, რომელიც ქვემოთ აღმოსავლეთით მდინარე ურალის წყალი მიედინება. სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა ეპოქის მრავალი ნაგებობა შედის. მათ შორის ცენტრალური წმინდა საბას ტაძარი, მის გარდა აქ რამდენიმე დიდი პატარა ეკლესია, სამრეკლო, საცხოვრებლები სახლები, სასახლე, კოშკები, სენაკები და სიმაღლეზე მდებარეობს. საფარის ანსამბლის დღემდე მოღვაწეულ ნაგებობებიდან უძველესი ყოველწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, იგი მე-10 საუკუნის თარიღდება. მას მოგვიანებით მიადგეს წმინდა საბას სახელობის ეკლესია, რომლის თანადროულია იქვე დასავლეთით მდგარი სამრეკლო. წმინდა საბას სახელობის ტაძარი მე-13-მე-14 საუკუნის მიჯნაზეა აგებული. მისი აშენება უკავშირდება სამცხის მმართველად ჯაყელთა ფეოდალური გვარის აღზევებას მე-13 საუკუნის ბოლოს. მართალია მისი აგების შესახებ ისტორიული წყაროები თითქმის არაფერს გვაუწყებს, მაგრამ ტაძრის კედლებსა და ფრესკებზე შემორჩენილი წარწერები მისი თარიღებისაა და არქიტექტორთა შესახებ ძალზე საინტერესო ცნობებს იძლევა. Mari, man basis informacja, spokojnie. ამ მხრივ ყველაზე მეტყოდ მასალას გვაძლევს ტაძრის სამყარო, კედლის მხატვრობის ქვევით არცერთი ნოთქვრის ჯგუფური გამოსახულება. მათგან პირველი სასულიერო პირია შავი მოსასხამი, საბა ათაბაგი, რომელიც სამცხის ცნობილია ათაბაგი, სარგის, რომელიც ბერად ახლოს, შემდეგ საბას სახელს ატარებდა. საბას დგას ბექა მანდატურ თუქეთზე, რომელსაც ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს. იგი არქიტექტორია. ტაძრის, რომელიც მამის სარგის ბერად ახლოს, შემდეგ ხდება ათაბაგი და მამის სიცოცხლეშივე საბას სახელზე აშენებს ტაძარს. ამ ცნობას ძველი ქართლის ცხოვრების ბოლო ასწლოვანი მონაკვეთის ავტორის ჟანთაღწერელის წყება წადასტურებს. გადიდიდა სამცხის პასალარი და მეჭურჭლეთი ხუცესი, სარგის ჯაყელი და მძე მისი ბექა, რომელი მთავრობდეს. სამცხე იყო ეს ბექა მაშენებელი ქვეყანათა, ეკლესიათა და მონასტერთა. გუფური ფრესკის მეორე
წარწერის მიხედვით საფრთხის მასალი სარგისია, ხოლო ჯგუფის ბოლო მდგარი უწვერული ახალგაზრდა, რომელსაც წარწერა არ შეარჩენია, ესაა ბექას მეორე ვაჟი ყვარყვარე. იქვე ფრესკაზე სარგისის თავს ზემოთ მოთავსებული ყოფილა მშენებლობისა და მხატვრობის მაუწყებელი წარწერები, რომლის მარჯვენა ნაწილიც ბათქაშიდან ჩამოცვენილია. წარწერის შეჩენილი ფრაგმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ტაძრის მომხატველიც ბექა მანდატურის უფიცესი ყოფილა. ნაწილობრივ გაფუჭებულია ბავშვობა ეს ფრესკა. შეხედეთ როგორ ის უწვერული კარგად გამჩანს, ხო? კარგი, ხება ხა დავიდეთ და თქმულებებზე მესაუბროთ. თორნიკე. სადა ხარ? მე ექსპრომტად ლექსი გაწერილი ლექსს წაიკითხავ და შევჩერდი და მე ვიფიქრეთ რა უნდა გავაკეთოთ. თანდათან, ხო? და უყოლანი ერთად მოდით ყველანი გამოდით. ახლა მოგითხრათ საფარის ტაძარზე არსებულ თქმულებას. საფარში ცხოვრობდა ორი ძმა, ათარბაგი. ლეგენდის თანახმად მათ საფარის მონასტრის მშენებლობა დაუწყიათ. უფროსი ოსტატი იყო და ეკლესიას ის აშენებდა. უმცროსი კი მხოლოდ შეგირდი იყო. ქვებს ცლიდა და უფროს ძმას უგზავნიდა. ხარი ყავდა ინდუშა. ქვებს ეს ხარი ზიდავდა. საძირკვლის ჩაყრის შემდეგ უფროსმა ძმამ დაიანგარიშა, რამდენი ქვა იყო საჭირო მონასტრის ასაშენებლად. მშენებლობის დამთავრების ერთი ქვაღა აკლდა, რომ უფროსმა ძმამ უმცროსის გამოცდა გადაწყვიტა და შეუთვალა. მშენებლობა მორჩა, მეტი ქვა საჭირო არ არისო, რადგან უმცროსმა შეუთვალა დამთავრებას ერთი ქვაღა აკლია. ამასაც გამოგიგზავნი და მოთავდება. უფროს ძმას ძლიერ სწყენია და შეშინებულად კიდეს. ჩემი უმცროსი ძმა შეგიდი რომ ასეთია. ალბათ მალე მეც მაჯობებსო და უმცროს ძმას შესთავაზა. ბოლო ხვა სახურავზე შენ თვითონ ჩააჯინო. უმცროსი რომ სახურავზე ავიდა, უფროსმა კიბე გადაუხდა და ზევით დარჩენილი შეგრცხელები გაუშარა და საფარის მონასტრის სახურავიდან კლდეზე გადახტა. ინდუშა, ხარდაც არის ერთი ლეგენდა. ამ ხარს გაყოლა არ სჭირდებოდა. ქვას რომ დაუდებდნენ, მარტო მიდი მოდიოდა. ერთხელ გზაზე დათვი გადაეყარა და ცალი მხარი მოაჭამა. ხარს ქვა დავარდნია. ამ ქვას ინდუშას ქვას ეძახიან და სოფლების ანგრიაწმინდისა და ანდის საზღვარზე მდებარეობს. ქვა მოჭრილია ამბობენ. სათეცხლური უნდა ჰქონდესო. საფარის ეკლესიის კარების ზემო კუთხეში კედელში დატანებულია ქვა, რომელზეც ხარის სახეა გამოსახული. უთავო და უცალფეხო. იქვე კარის მეორე მხარეს კი დათვის გამოსახულებაა. დიდი მადლობა ბავშვებო. ეხლა ჩანახატი თუ გაქვთ საფარაზიან ლექსი ექსპრომტად დაწერილი მოვისმენთ და ჩავიწეროთ. მე შევთავაზებ ჩემს საკუთარ ჩანახატს საფარის შესახებ. ერთხელ, როდესაც საფარაში ვიყავი, გამოვიდა მისმა სილამაზე. შესასვლელი ყვავილებით იყო მოფენილი. მისი ხედი კი ლამაზ ბუნებას უშლიდა თვალზე. ტაძრის მქონდა პატარა ანკარა წყარო მოედინებოდა. იქვე ახლოს იყო პატარა შენობა, სადაც მამაოები ცხოვრობდნენ. ტაძრიდან ისეთი გალავნის ხმა ისმოდა. აშენს როტელი მიულიდა. ის ისეთი მყუდრო და მშვიდი გარემო იყო, რომ იქიდან წამოსვლა არავის მოუძებნიდა. როგორც ყველა ტაძარში, აქაც იყიდებოდა სანთლები და უამრავი ლამაზი ხატი. მე სანთელი დავარქე და უფალ ვთხოვე, რომ მშვიდობიან საქართველოში გვეცხოვროს ყველა. აბა ისე თორნიკე უცბა დაწერა ლექსი საფარაზე, სანამ გამოვემგზავრებოდით და აბა წაგვიკითხეთ. საფარა, სადაც უფლის სახლია. საფარა, ეს ხომ წყნარი ვარდია. სადაც ფიქრობდა ადამიანი, როგორ ეს ყიდათვის იცოდვანი. როდესაც მე შენთვის მუხლებზე დავდგები. იმედი მაქვს, რომ ყოვნა ამიხდება და მე ამ დროს გეტყვი, როგორ მიყვარხარ საფარავ ჩვენო მესხეთის დედა. როცა
თუმცა მე შენ ხარ შევცქერი. ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი ხდება და მე ამ დროს გეტყვი, რასაც გრძნობ გული ამიცქე რა ღმერთს. ბავშვებო, კიდევ ვინმეს ხომ არ უნდა ლექსი წაგვიკითხავს? აღტახტრევანზე იჯდა მამა ღმერთი. თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშება. ყინვარი შანდლად ედგა, შიგზე სათლად ეთო. და ხალხს ელვის კერთხით სურვილს ანიშნებდა. წყალობა უფლისა, თურმე ყოველას მიწვდა. მიწის ყველა მკვიდრნი თავისთან შეჰყარა. გაშლილ ხელის გულზე, ედო დედამიწა, რომ კაცთა მოთმისთვის გაიგო ქვეყანა. მის ჭირიქში იდგნენ, ზანგნი თუ არაბნი, ფრანგი თუ ვინ მასვლის ღვთისნებას მინდობილს. ზოგს როლი არ გუნა, ზოგს მთების ქარაბი, ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ცელი მინდორი. ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთების კალთები. უფლის განაჩენი არ იყო სადაო, მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი. რიგი და ქართველნი საიდან სადაო. და როცა პირწმინდა დარიგდა მთავარი, გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ. უეცრად ჩვენები სად იყვნენ სადარა, წარუდგნენ და ჰკითხეს, ჩვენ რა ვქნათ უფალო? ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე? თელი დედამიწა გავყავი მე უკვე. ქართველნი გახლავართ, გავშალეთ ნავდები. შენი სადღეგზეო თასებით მოვცალეთ. რიგს ხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ. და გაგვიანდა, ჰე, მერთო მოწყალე. და რადგან ეს მიწა ყველას გავყავი, თუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად. რა უყოთ, ნუ სწუხარ შენ კარგად იყავი. ოღონდ დაგვიცალე. ეს ერთი ფიალა. სულ ყველა გავეცი, ბილიკი ჭიუხს. მარტო დავიტოვე პატარა წყალკოტი, იქ კალთა დავბერტყე, სიტურფის სიუხვის. საჩემოდ, 64 ხეხილით ვამკობდი. მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები. და რადგან მიწის სხვა ერთი პატარა ნამცეთიც არ არის. ზეცაში ვიცხოვრე, ხოლო ეს ედემი თქვენთვის დამითმია და იყოს ალალი. ედემისებური სილამაზე ჩვენ გვარუნდა ღმერთმა ქართველებს და მადლობა უფალს შევწიროთ. ბავშვებო, სიმღერა ხომ არ გინდა რამე? ან ლექსი ხომ არ გინდათ კიდევ ვინმეს? ლექსი ხომ არ გინდათ? არ გინდა არაფერი თქვა? საია, უღონისწავლო კარგები იყვნენ. ჩვენს და სრულიად საქართველოს. ამინ. კარგი ბავშვები ხართ. ვიკა მოდი ახლა ჩვენ. სახლა ჩვენ
შენ თქვი ახლა ეგ. უფლის ახთა ჩვენი სტუმრობა მოხდა. უფლის ახთა ჩვენი სტუმრობა მოხდა 2013 წლის 29 სექტემბერს. ჩვენი შეგვიძლია ცოტა მოშორებით თქო დაძართან არა ქეთი ის აი სინამაზია ეს გენაცვალეთ გმირები ხარ სუპერ აი მას ახლა მას ჰერიოდი იბატო ყველაფერს მოგისმენთ მეტი რასაკეთებს ის შევიცვალოთ ფონი წყაროსთან მოდი ფონი შევიცვალოთ ბავშვები და სხვაგან დავდგეთ
ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო მაცხოვნებელი შენ მათი წარმწყმედლად მიგიჩნიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო ღვთის საიდუმლო გაგტეხეს